თამელაშვილის შაშვი მაყვალი. თავარი პერსონაჟი ეთერო არის 58 წლის ქალი, რომელიც მიჩნეულია შინაბერად იმ პროვინციულ ქალაქში თუ დასახლებაში, სადაც ის ცხოვრობს. ჩვენ უკვე ხვდებით, რომ რადგან დასახლება არის პროვინციული, როგორც სტერეოტიპულად მიიჩნევა ხოლმე პროვინციულ დასახლებაში ცხოვრობენ კონსერვატიული შეხედულებების ადამიანები. ეთერო არის მარტოხელა ქალი, მას უყვარს ეგ დამოუკიდებლობა და სიმშვიდე და ასევე უყვარს მაყულის კრეფა. ხოლო ერთ-ერთი ასეთი კრეფის დროს ის თითქმის გადაიჭეხება და მოკვდება. ეს მისთვის იქნება ერთგვარი გამოღვიძების პირველი ტალღა. ის იწყებს საკუთარ გრძნობებზე ფიქრს, ის იწყებს საკუთარ ქალურობაზე ფიქრს და აღმოაჩენს, რომ მასაც აქვს სექსუალობა. ის აბამს რომანს ერთ-ერთ მამაკაცთან, მურმანთან და თითქოს ეს მისი ნაბიჯი არის ერთგვარი გამოწვევა ცხოვრობს იმ პატრიარქალური საზოგადოებისა, რომელშიც ცხოვრობს. როგორც აღნიშნე, ის აღმოაჩენს, რომ ის არის ქალი და ეს ქალურობა არ ნიშნავს, რომ ის არის დაცლილი სექსუალობისგან, ის აღმოაჩენს, რომ მასაც ისეთივე შეგრძნებები აქვს, როგორც სხვებს და ეს ნაგვიანები გაფურჩქნა და ნაგვიანები გამოღვიძება ერთგვარად აკარგვინებს მას ამ სიმშვიდის გრძნობას. ეთეროს უყვარს კონტროლი, მაგრამ ეს კონტროლი დასრულდება მაშინ, როდესაც ის აღმოაჩენს, რომ ფერმძიმედა. ფილმისგან განსხვავებით, მწერალი ამ ეპიზოდს ღიად ტოვებს დასასრულს. მაგრამ ეთეროსთვის ფერმძიმობა და ბავშვი არის ერთგვარი გამოწვევა და გამოღვიძების მეორე ტალღა არის, იმიტომ რომ ეს ბავშვი, რომელიც არა მხოლოდ აძმყვა, არამედ მომავალიც თითქოს მის დამოუკიდებლობასა და სიმშვიდეს არყევს. ის რაც ამ 50 წლის განმავლობაში ის აშენებდა და აი ამ პატარა ცვლილებამ საკუთარ სხეულში შეცვალა თვითონ მისი მომავალიც და მისი ხედვებიც. ეს წიგნი მოთხრობილია პირველ პირში და მას ეთერო ყვება, მაგრამ მწერალი არიშურებს იმ უწმაწურ სიტყვებს და უწმაწურ გამონათქვამებს, რაც არსებობს. ეს წიგნს არ აკნინებს, პირიქით ამდიდრებს, რადგან ის მას უფრო ცოცხალსა და რეალურს ხდის, ვიდრე სტერილიზებული დიალოგები და გამონათქვამები. ეს წიგნი არის მნიშვნელოვანი ნაწარმოები, იმიტომ რომ ის ასახავს ქალის შინაგან განწყობასა და ქალის შინაგანი განწყობის გარეგან გამოხატულებას და ის უნდა წაიკითხოს ნებისმიერმა კაცმა, რათა მიხვდეს, რომ ქალებსაც აქვთ გრძნობები.